ჯანდაცვის მინისტრის ხელმძღვანელობით დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის სამეთვალყურეო საბჭოს სხდომა გაიმართა. განიხილეს მიმდინარე პროგრამები და დაგეგმილი პროექტები. მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, სამინისტროს ინტერესი ცენტრის კიდევ უფრო გაძლიერებაა. უწყების ხელმძღვანელმა საბჭოს წევრებსა და საერთაშორისო დონორ ორგანიზაციებს მხარდაჭერისთვის მადლობა კიდევ ერთხელ გადაუხადა. ცენტრის საქმიანობის შესახებ პრეზენტაცია გენერალურმა დირექტორმა წარადგინა. ირაკლი ფურცელაძე მიღწევებზე, გამოწვევებსა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა. ბევრი მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდა და ასევე დაგეგმილია ძალიან ბევრი ახსიახლების განხორციელება. ჩვენ მოვისმინეთ ასევე მზაობა და ჩართულობა ჩვენი ყველა საერთაშორისო პარტნიორის ყველა ამ პროექტებთან მიმართებაში. შეჯამდა 2024 წელს დაგეგმილი სტრატეგიის ნაწილში შესრულებული სამუშაო, განსაკუთრებით ხაზი გაესვა ლუგარის სამეცნიერო კვლევითი ცენტრის შედეგებს და მნიშვნელოვანია, რომ ყველა დეპარტამენტის მიმართულებით დაისახა კონკრეტული ღონისძიებები. განვიხილეთ საზოგადოებრივი ჯანმრთელობის მრავალ მიმართულებაში მიღწეული პროგრესი. პირველ რიგში გადამდებ დაავადებებთან ბრძოლაში, მათ შორის იმუნიზაციის დაფარვის მიმართულებით მიღწეული მნიშვნელოვანი წინსვლა. აღსანიშნავია ასევე საქართველოს მთავარი მიღწევები. საქართველო მალარიისგან თავისუფალ ქვეყნად გამოცხადდა. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი კვლავ აგრძელებს მუშაობას როგორც ჯანმოს კოლაბორაციული ცენტრი ჰეპატიტის ელიმინაციის მიმართულებით. ასევე ქვეყანაში მოქმედებს ჯანმოს მიერ სერტიფიცირებული მრავალი რეფერენტული ლაბორატორია.